როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ ესეთი სალონური შეხვედრების გაკეთება და ამჯერად მეტეხის ციხის ტუსაღები ავირჩიე და რატო ავირჩიე? ავირჩიე იმიტომ, რომ თვითონ მაინტერესებს მე თვითონ გრაფიტები, რომელიც სხვადასხვა ძეგლებზე არის და ეს გრაფიტები დაინტერესება ჩემი დაიწყო უფლის ციხიდან და შემდეგ სხვა ძეგლებზეც გადავედი და როდესმე რა თქმა უნდა, რაღაც მონოგრაფიას აუცილებლად გამოვშვებ. იცით როგორი თემა არის, არის ძალიან ბევრი წიგნი, სადაც ძალიან გაკვრით, სხვათა შორის რაღაც წერია, ესე არ არის რომ რაღაც უწყვეტად მიდიოდეს რაღაც მასალა, რაღაც უფრო ნათელი წარმოდგენა ამ წიგნმა შეექმნა, სამწუხაროდ ესეთი მასალები არ არის. ასე რომ სხვადასხვა წიგნებიდან მიწევდა რაღაც ინფორმაციის ამოკრება. და როდესაც ვიფიქრე, რომ სად ჩაგვეტარებინა ესეთი შეხვედრა, რა გავდა ციხეს და მთლად ციხეში რო არ წავსწრებთ ავირჩიე ყოფილი არწრუნის ყოველ შემთხვევაში ამ სახელით არის ჩვენთვის ცნობილი მე-19 საუკუნეა ქარვასლის ქვედა სივრცე, როდესაც ჯერ კიდე არწრუნებს ეს ადგილი არ ეკუთვნოდა და სხვადასხვა მანია აქ დათარიღებულია ეს ქვედა სივრცე ზოგიერთი კედელი მე-16 საუკუნით, ხო? ანუ აი აქ არის ის მოსაზრებაც, რომ შესაძლოა რაღაც დიდი ტვირთებიც, როგორც ასეთი ძალიან დიდი ტვირთები შემოდიოდა და შეიძლება აკლემებიც გადაადგილდებოდანო, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ სივრცეს იკავებს აი ეს ქვედა სარდაფის სივრცე. აი აქ მარჯვენა მხარეს წყარო მოედინება და ეს წყარო საკმაოდ საინტერესო არის, ვინც არის ნამყოფი ესეთი სარდაფი არის ზემოთკენ ღვინის ვაინსელერი, ჩვენი მეგობრების არის ისიც, აი მით სარდაფშიც ზუსტად იგივენაირი არკა არის და იქაც წყალი გაედინება. ანუ ეს წყალი საკმაოდ შორი მანძილიდან როგორც ასეთი მოდის და მე რამდენიმე სალს გაივლიდა, სარდაფებს გაივლიდა და შემდეგ როგორც ასეთი მტკვარში ჩაედინებოდა და სხვათა შორის აი ამ წყაროსთან დაკავშირებით და ციხესთან დაკავშირებით არის კავშირი როგორც ასეთი, რომლის შესახებაც დღეს მოგახსენებთ. როდესაც დავიწყე ზოგადად შესწავლა აი მეტეხის ციხის ტუსაღების, რამდენიმე წიგნი გამოვიყენე, ხო? ძირითადად ეს არის სხვადასხვა წერილობითი წყაროები, სადაც იხსენიება მეტეხი, ოღონდ იხსენიება როგორც მეტეხი და არა მეტეხის ციხე. საინტერესო არის ის, რომ მე-19 საუკუნის მოგზაურთა ჩანაწერებში, სხვათა შორის არის მეტეხის ციხე, როგორც ასეთი ნახსენები, ხო? თვითონ მეტეხის ციხე, როგორც ასეთი ქართულ წერილობით წყაროებში რას ხვდებით, ხო? იქ საუბარი არის, რომ ვითომ ვახტანგის დროს არის აშენებულიო და ასე შემდეგო. და სხვათა შორის იმ კლდეებს, რომელზეც თვითონ მეტეხის ეკლესია არის აშენებული, ვის ახსოვს რა ერქვა იმ კლდეს, რომელზეც და იმ კლდეებს, რომელზეც დღეს სახლები არის, ადრე რა ერქვა? დღესდღეობით მე ვეძახი მეტეხის კლდეს ვეძახი რა, როგორც ასეთი მეტეხის ეკლესიის გამო, იმიტომ რომ ტოპონიმიკაც იმდენად ძლიერად შემორჩა მეტეხის, რომ ხიდსაც მეტეხის ხიდი ქვია, ვეძახით, მეტეხის აღმართიც არის, მეტეხის ეკლესიაც არის. ეს არის საინტერესო, რომ ისნის კლდეებს ეძახდნენ თურმე ადრე. რატო? იმიტომ რომ ამ ადგილას შემდგომ პერიოდში მდგარა ისნის სასახლე. არის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ კიდე მე-8 საუკუნეში იოანე საბანისძე, რომელსაც აბოთბილელი აქვს დაწერილი, ამ ადგილს დილეგსაც იხსენიებსო, ესეთი საგოდებელი და დილეგიც იყო ამ ადგილას. ანუ ზუსტი ადგილი არ არის მითითებული, თუმცა არის სავარაუდო ადგილური შესაძლოა, ანუ ის შემოსაზრება არ არის, კვირკველიას უწერია თუ არ ვწდები, რომ აი ამ ადგილას ყოფილიყო აი ცნობილი დილეგი, რაღაც ცნობილი დილეგიო, სადაც ტუსაღებს აჩერებდნენო და საერთოდ თბილისი იმითი არის უნიკალური, რომ ძალიან ბევრი ადგილი, ადრეც მითქვია თუ არ ვწდები თქვენთვის, რომ ძალიან ბევრ ადგილს თბილისში ძველი თავისი ფუნქციები აქვს შენარჩუნებული, მაგალითად, რომელიც მე-19 საუკუნეში იყო, მაგალითად, დადიანის ქუჩა რო ავიღოთ, ყოფილი ველიამინოვის ქუჩა, ფაქტობრივად ერთ-ერთში ისე ბუკინისტური მაღაზია, წინების მაღაზიის ადგილას არის, ის ნაიბი რომ არის იქ
ციხე სპარსული წარმომადგენლობა იყო, ღვინის მაღაზია სადაც არის, ღვინის სარდაფი იყო, ველიამინოვის სახინკლე სადაც არის, იქ დუქანი იყო და ასე შემდეგ. ანუ აი თითქოს აი ბედის წერა არის, რომ აი ეს თბილისში განსაზღვრო, რადგან ეს იდგა, ეს უნდა იყოს ბოლომდე და ეს ფუნქციები უნდა შეუნარჩუნდეს აი ამ შენობასა. და მეტეხსაც შესაძლოა, რომ აი იქ მართლაც ყოფილიყო რაღაც დილეგის მსგავსი. ყოველ შემთხვევაში ეკლესიასთან დაკავშირებით მეტეხი როგორც ასეთი ტერმინი, ну იქ ძირთადად ისანი იხსენიება, ხო, ისნის კლდე, ისნის ეკლესია. თვითონ ტერმინი ისანიც მე-11 საუკუნეში, მე-11-დან მე-13 საუკუნეში გვხვდება. მაგალითად, თამარის როდესაც უჯანყდებიან თავისი წარმომადგენელი, ანუ ოპოზიცია როდესაც გამოდის მის წინააღმდეგ, ყულთრულ ალსნანს როდესაც დაპატიმრებას აპირებს და მის თანამოაზრების დაპატიმრებას აპირებს, მაშინ იქ არის ნახსენობა, რომ ისნის ველზეო განლაგებული იყო დიდი ჯარიო და მზად იყო ნებისმიერ დროსო ამ სასახლესაც დასხმოდა. საინტერესოა თვითონ, რომ მეტეხის ეკლესიის ტერიტორიაზე მიახლოებით ამ ტერიტორიაზე იგულისხმება სავარაუდოდ შესაძლოა მდგარიყო ისნის ცნობილი პალატები, ისნის ცნობილი სასახლეც. დემეტრე როდესაც აგებს ეკლესიას, იქ არის ნახსენები წერილობით წყაროში, რომ ააგო პალატების ადგილასო, ან დარბაზების ადგილასო, სასახლე სადაც იყო, მაგალითად ჯიქური დავით ულუს წარმომადგენელი თბილისში, მესტუმრე, ну ფაქტურად თბილისის გამგებელი დროებით, როდესაც ცვლის იგივე დავით ულუს, როდესაც მონღოლებთან იმყოფება დავით ულუ და შემდეგ ბრუნდება, ჯიქური მეტეხის ადგილას ასევე აგებს ეკლესიის გარშემო, ასევე ციხესიმაგრეს და სასახლეს აგებსო, გაალამაზა აქ სასახლეო ესეთი რაღაცაც უწერია და სხვათა შორის მიახლოებით მაგ კლდეებიდან შემდეგ დავით ულუმ ეს მესტუმრე ჯიქური გადმოაგდებინა მტკვარში და შემდეგ ამ მტკვარმა ორთაჩალისკენ გამორიყა მისი სხეულიო. უბრალოდ რიყეზე გამორიყა მისი სხეულიო, ოღონდ ხა მტკვარი რო ზემოთკენ ამის გვამს არ წამოიღებდა, ქვემოთკენ ჩაიტანდა და ანუ რიყე უბრალოდ ქვიან ადგილს ნიშნავს და შეიძლება ქვედა ქვიან ადგილს სადმე გამოერიყა. თვითონ როდესაც მიდის კიდე საუბარი მეტეხის ტოპონიმიკაზე, ხო, ანუ ყველაზე კარგი, ყველაზე დასამახსოვრებელი რაც არის ჩვენთვის, ეს არის სიტყვა უტეხი, ხო, მე უფრო მომწონს რაღაც გაუტეხელი რაღაცა, მაგრამ ესე არ არის მაგალითად ესეთი მოსაზრება, რომ ანუ სასახლის ტერიტორიაზე მდებარე ადგილი, ხო, როგორც ასეთი, აი ამას ნიშნავს, პადვორე, არ ქართულად როგორ არის პადვორე, то есть находящийся во дворе, во дворце, რომელიც იმყოფება სასახლის როგორც ასეთი ტერიტორიაზე, მიახლოებით აი ამ ტერმინით არის ეს ცნობილი. მეტეხს საკმაოდ დიდი რთული ისტორია აქვს და რამდენი დამპყრობელი ჩემოდეს, მაინც და მაინც აი ამ მეტეხს მოედება ხოლმე და მეტეხს ანგრევს, მეტეხს ანადგურებს, ხო? თუმცა თვითონ დემეტრეს დროს, დემეტრე მეორის დროს ჯერ კიდევ ეკლესიას მიუღია თავისი ეს გუმბათოვანი როგორც ასეთი ფორმა, თუმცა ძველიდან როგორც ასეთი ფაქტიურად ძალიან ცოტა რაღაცა არის შემორჩენილი და ის რასაც დღესდღეობით ვხედავთ, ძირითადად არის მე-16-მე-18 საუკუნის სამწუხარო ძეგლია. გალაქტონ მე არ ვიცი მეტეხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებით თვითონ პლატოზე არც იქნებოდა, იმიტომ რომ კლდოვანი ადგილი არის და თბილისში სპეციალურად კლდოვან ადგილებს სპეციალურად აშენებდნენ, იმიტომ რომ არ დანგრეულიყო და უფრო დიდხანს გაძლებულიყო ესა თუ ის ზეგლი. თვითონ მეტეხიც აი ამ კლდის ქიმზე არის, კლდეზე არის აშენებული და ხო იცი, არის ესეთი ავტორი ძალიან კაი, ქარდავა დავით, რომელმაც ტყვის ორი სანაპირო დაწერა მშვენიერი ნაშრომი, ის წერს რომ მეტეხიო ბეთლემს გავსო, რომელიც ასევე რაღაც კლდეზე არის აშენებული, თუმცა ძალიან ბევრი ეკლესია საქართველოში კლდეზე არის და ასე რომ მეტეხზე ჩაციკლა მაინც და მაინც ბეთლემთან შედარებით არ ღირს. ახდება შემდეგი რაღაცა მეტეხთან დაკავშირებით, მეტეხს როგორც მე-17 საუკუნის ავტორები და მოგზაურები იხსენიებენ, დაიმეხაო
მეტეხი დაიმეხა, მეხი დაეცაო და რაღაც პერიოდის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. როსტომ ხანმა მას ციხესიმაგრე როგორც ასეთი შემოავლო და ამის შემდეგ თბილისში ჩნდება უკვე კიდე ერთი ახალი ტერმინი მეტეხთან დაკავშირებით, ეს არის პატარა ციხე. გვაქვს დიდი ციხე, ეს არის ნარიყალას ციხე და მეორე ციხე, ეს პატარა ციხე, რომელსაც მეტეხს უწოდებენ. და სხვათა შორის ეს პატარა ციხე, ანუ რომლის შიგნით თვითონ ეკლესია მდებარეობს, რაღაც პერიოდის განმავლობაში ყოფილა სპარსელების, ყიზილბაშების სადგომიც, ხო? ანუ ყველაზე ცნობილი მოვლენა, რომელიც კიდე მეტეხის ეკლესიასთანაც არის კავშირში, ეს არის 1758 წლის მოვლენები, როდესაც ერეკლე მეორეს უცდია კი არა, მიუღწევია შემდეგ საწაделსაც, როდესაც თბილისის გაუნთავისუფლებია, თბილისის ეს ეკლესია გაუნთავისუფლებია ყიზილბაშებსგან. ნუ გახსოვთ იქ ერთი ვინმე აბდულა იყო, აბდულხანი, რომელიც სამშვილდეში იყო გამაგრებული, იესეს ბიჭი იყო, იესე ხანის, რომელიც ერთი პერიოდი თბილისს განაგებდა და 60-ოდე კაცი მეტეხის ეკლესიის ტერიტორიაზე იმყოფებოდაო, ანუ აი ამ ციხეს, მცირე ციხესიმაგრეშიო. მეორე ნაწილი ჯარისა რარიყალაზე ყოფილა განლაგებული და ერეკლეს როდესაც მაწინააღმდეგ ბრძოლა დაუწყია, ჯერ თაბორის მთა აუღია, მერე გადასულა მეტეხზე, ეს რა ქვია, ხიდი ჩანგრეული ყოფილა, მეტეხის ხიდი ჩანგრეული ყოფილა და ნავები ისე მიუერთებია, რომ ადვილად ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ჯარი ადვილად გადასულიყო და მეტეხის ციხის აღებაც მოუხერხებია და მან საინტერესო ის არის, რომ მეტეხის ციხეს საკმაოდ სტრატეგიული განლაგება აქვს, იმიტომ რომ მეტეხის ციხიდანო ხდებოდაო ზარბაზნებითო დაბომბვაო სამეფო სასახლისო. ანუ პირდაპირ ურტყავდნენ რიყის მეორე მხარეს მდებარე სამეფო სასახლეს. როდესაც გაუნთავისუფლებია აი ეს ციხესიმაგრე, აი ეს შემდეგ გვაქვს უკვე აი ეს ცნობილი ლექსი, რომელიც მეტეხის ეკლესიაზე გვაქვს, როგორც ასეთი შემორჩენილი. ვის ახსოვს ლექსი? ლექსი ვის ახსოვს? კაი, მეფე ეს არის 1758 წლის, იმიტომ რომ ზუსტად ფასადის ის მხარეც გაამაგრებინა, ანუ თავიდან ააშენებინა, რესტავრაცია ჩაუტარა თვითონ ამ მეტეხის ეკლესიას. მეფე ირაკლი ეს ციხე მეტეხსა წაართვა მალადო, აიღო ჯვარი ქრისტესი წინ წაიმძღვარა ფარადო, დაიხსნა ეკლესიანი, ახლა აქვს სახლის კარადო, ღვთის მოყვასე ხელმწიფესა, ასე ჯის ამის გვარადო. და ღვთის სადიდებლად მეოხად მეფისა ერეკლისა და სხვათა შორის აი ამ წარწერას, ეს არის ყველაზე ძველი წარწერა, რომელიც მეტეხზე შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომლის დათარიღებაც ასევე შეგვიძლია 1758 წელი თავის დროზე მე-19 საუკუნეში 70-იან წლებში რამდენიმე ორი სტატია მიუძღვნეს ივერიაში და ცნობის ორივე თვალსაჩინო გაზეთ ივერიაში იქნა მიძღვნილი აი ამ წარწერისადმი ეს სტატია. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ეს კი არის ყველაზე უძველესი წარწერა მეტეხისა და ამას წინებზე ჩემდა გასახარად აღმოვაჩინე საინტერესო გრაფიტი თვითონ მეტეხის ეკლესიაზე დათარიღებული არის 1885 წლის დაწერილი არის წარწერა არის გაკეთებული თეთრი კირის ქვით ცარცისებური რაღაც ქვით თეთრა დაწერია და არის გვარი რა თქმა უნდა გვარი არის მეგრული ჯიქია აწერია ჯიქია და 1885 წელი როდესაც ეს კაცი მჯდარა და იმდენად ისეთ ადგილას არის ეს წარწერა რომ თუ კლდიდან არ მიუდექი რაღაც ანუ და მთავარი შესასვლელი ხომ არის იმის შემდეგ ჯებირზე უნდა გადახვიდე აი ამ მოაჯერზე და შემდგომ შეგიძლია ეს წარწერები როგორც ასეთი წაიკითხო და ანუ 1885 წლით თარიღდება აი ერეკლეს შემდგომი ყველაზე უძველესი ეს თარიღი და საერთოდ ან მე გრაფიტებს რომელსაც ნუ რა ვიცი 100 წელი მაინც არის ეს გრაფიტი არსებობს ძეგლზე მე პირადად მიმაჩნია უკვე კულტურული მემკვიდრეობის რეალურად მიმაჩნია კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად რომლის მიხედვითაც შეგიძლია ძალიან ბევრი რაღაც შეისწავლო ამ ძეგლის შესახებ მით უმეტეს რომ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მეტეხის ეკლესიის ტერიტორია ანუ გაპარტახებული იყო მოდი ასე ვთქვათ რომ ნუ დანგრეულიც იყო თავისთავად 1795 წლის 11 სექტემბრის აღა მაჰმად ხანის
ლაშქრობის შემდეგ და ჩამონგრეული, რაღაც სავალალო მდგომარეობაში მე მოდიან 1801 წელს რუსები ახდენენ ჩვენი ქვეყნის ანექსიას და აი ამის შემდეგ რუსების წინაშე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი რაც დადგა ქალაქში არ იყო ციხე ტუსაღებისთვის ციხე არ იყო იმ პერიოდში რატო იმიტომ რომ ყველაფერი აღამახმათმანმა დაანგრია და გახსოვთ რომ აზატხანიც თავის დროზე ერეკლე მეორეს ციხეში ყავდა ჩაჯენილი და თავისი ტყვე პატიმრებიც როგორც ასეთი ერეკლე მეორეს ყოლია თუმცა ის სასახლეც გადაწვა გაანადგურა ერეკლემ რა ვიცი ყველაფერი გააპარტახა და შესაბამისად რუსები როდესაც მოდიან ასევე აღმოჩნდნენ ძალიან დიდი ხიფათის წინაშე. რატო? იმიტომ რომ აღამახმათხანის ლაშქრობის შემდეგ თბილისი დაცლილი არის, თბილისში არის холერა, აი ეს საკარანტინო ადგილები არის თბილისში გაკეთებული, ეგრეთ წოდებული, ანუ აი კრწანისისკენ და კიდე აი აქით ამ ხრისკენ თუ არ ვშტები ავჭალის ხრისკენაც იყო ერთი კიდე ესეთი კარანტინი, იმიტომ რომ ქარავანი როდესაც შემოდიოდა ან დიდ შენობაში უნდა გაევლო, რომელშიც ბოლი იყო, შიშვლებს უნდა გაევლოთ, რომ ეს ყველა ცუდი ვირუსი რაც არის, ამეთგან ჩამოცილებული იყო და ან გასულიყვნენ, ან შემოსულიყვნენ შემდეგ ქალაქში, რომ აი ამ холერისგან დაცულიყვნენ. და სხვათა შორის ის ადგილიც ვნახე, სადაც ძველი საკარანტინო ადგილი იყო ზუსტად მე-19 საუკუნის დასაწყისში ხარბუხისკენ. მაგრამ კიდე სხვა თემა არის. მაგრამ ეხლა საინტერესო რა არის, ხო? არ არის ციხე და მატულობს კრიმინალი. ძალიან ბევრი ბოროტმოქმედი კრიმინალი არის თბილისში, დაბოგინობს, კლავს ადამიანებს, ძარცვავს ვიღაცებს, ხო? ვაჭრებს და ასე შემდეგ და რუსები იძულებული არიან ააგონ ციხე. ეგ მაგითი საქმე არის ციხეების მეგონი აგებაც და ძალიან კარგად გამოსდით. ხო და ააგეს ეს ციხე და ააგეს სად? როგორ ფიქრობთ, სად ააგეს ციხე, საპატიმრო ციხეს? საქმე იმაშია, როდესაც აღამახმათხანის ლაშქრობის შემდეგ თბილისში დაბრუნდა ერეკლე მეორე, მან დაიწყო ქალაქის განახლება და ანუ ამ ქალაქის განახლებისთვის თავის შვილს გიორგის საკმაოდ დიდძალი ფული მოქალაქეებისგან შეგროვებული მისცა, რომ ქალაქისთვის მიეხედა, აღედგინა და ასე შემდეგ და ეს ფული თუ არ ვშტები პლატონ იოსელიანსაც უწერია, იკარგებოდა ეს ფული რა, ანუ კორუფცია მაშინაც იყო და გიორგი მე-12 აბრალებდა მუშებს და ვიღაცებს, რომ აი ისინიო არაპატიოსნად იყენებენ ჩემ გადახდილ ფულსო და ამიტომაცო ქალაქშიო ვერაფერი ვერ ხდებაო და ქალაქის აღდგენა და მეტეხის ციხის აღდგენაო, ანუ ციხესიმაგრეს აღდგენაო, ანუ მეტეხის ეკლესიის აღდგენა და ხიდის აღდგენაც კი, ამიტომ არ მიდისო და მოქალაქეები ძალიან უკმაყოფილო იყვნენ, იმიტომ რომ ელემენტარულად აი ამ დიდი გამოყოფილი ფულით თვითონ მეტეხის ხიდიც კი ვერ გააკეთა გიორგიმ, წარმოგიდგენიათ და მე ეს კაცი ყავდა ჩვენკიდან მეფეც რაღაცა. ხო, მაგრამ ანუ ეხლა ერეკლეს ბიჭი იყო და ერეკლე არც არაფერს არ ეთყოდა, ხო, მოქალაქე რაღაცნაირად რაც ფინანსები ქონდა ერეკლემ შემდეგ ყველაფერი აღადგენინა. მაგრამ ციხე მდებარეობდა ნარიყალაზე. ნარიყალა ისე დანგრეული არ იყო, როგორც მე გრიგორ კარაპეტ გრიგორიანცი წერს, მეხი როდესაც დაეცადა მთელი ციხესიმაგრე რო აფეთქებულა და ასე შემდეგ და მისი ნაწილებს დღევანდელი სამეფის ტერიტორიაზეც რო ნახულობდენო, იქ იყო ერთი კოშკიო, სავარაუდოდ აი ეს კოშკი რომელიც დღესდღეობითაც დგას ნარიყალაზე ყველაზე სტამბოლის კოშკს ეძახიან თუ არ ვსწრები, ეძახდნენ და აი მაგ კოშკშიო იყო დილეგიო, საპატიმროო, სადაც პატიმრები ყავდათო და რაღაცა და მე იქვე წერია, რომ როდესაც პატიმარი გარდაიცვლებოდა, ეგრევე გამოყავდა და უცებ მარხავდენო რა. როგორც ჩანს, ძალიან ცუდი პირობები ჰქონდათ პატიმრეს შექმნილი, მით უმეტეს რომ აი ამ ციხეში, რუსების ციხეში, რომელიც 1814 წელს გაჩნდა ნარიყალას ტერიტორიაზე, ანუ ჯერ პირობები არანაირი არსებობდა, მეორე კიდევ ჩდება აი ეს ხელბორკილები და ფეხბორკილები, რომელიც ხშირად შეგიძლიათ ასევე მეტეხის ტუსაღებთან დაკავშირებულ ფოტოებზეც მე-19-20 საუკუნის ფოტოებზეც კი იხილოთ. აი ეს ანუ საკმაოდ ცუდი პირობები აქვთ შექმნილი, მაგრამ ერთი იყო კარგი, რომ იქვე წერია, რომ იქვეო ციხესიმაგრესთანო წყაროც მოედინებოდაო. რა წყარო მოედინებოდა გალაქტიორები, არც ვიცი. ანუ ზემოდან შეიძლება, ხო, რომელიც გამოყვანილი იყო, კი. აი ეს წყარო მოედინებოდაო მეტეხის ეკლესიას ნარიყალას ტერიტორიაზე. იქ მოედინებოდა, კი.
ხო და შემდგომ 1819 წელს უკვე როდესაც მთავარ მართებელი არის ერმოლოვი აკეთებს აქვს თავისი გენიალური პროექტი მოარღვია მეტეხის ეკლესიის გარშემო მდებარე ეს ციხესიმაგრის კედლები და აი ამ პირველი მასალისგან იწყებს ციხის მშენებლობას. ანუ ციხე ყველას ფოტოებზე გვინახია და შემდგომ ეს ციხე უკვე სადღაც 20-იანი წლებისკენ უკვე სამსართულიანი ხდება და ყველაზე პირველი ცნობილი ადამიანი რომელიც აი აქ იჯდა ეს იყო ბესტუჟევ მარლინსკი რომელიც ერთ-ერთი დეკაბრისტი იყო და მასაც პატივი ერგო ჩამჯდარიყო ამ ციხეში. საერთოდ თბილისის მეტეხის ციხეში იმითი არის ცნობილი რომ აი არ ვიცი აი იცით რა არის აი მე რო ფოტოებს უყურებთ აი გულახდილად გეტყვით რა რაღაცა ის მეტეხის ციხეც კი რაღაც თავისებურად ალამაზებს მე-19 საუკუნის ეს მეტეხის ციხე ძალიან ალამაზებდა თბილისს და მართლა ცოტა არ იყო ჩემთვის გულდასაწყვეტი იყო ბერიას დროს 38 წელს ეს მთლიანად რომ დაიწყეს აი ამ ორი კორპუსი დატოვეს და მე ის ორი კორპუსიც მოანგრიეს აი ამ ციხის ტერიტორიის მონგრევა ხო რაღაცა და გაანადგურეს იმიტომ რომ აი ამ ადგილთან არის უდიდესი ისტორია დაკავშირებული ძალიან ცნობილი ადამიანები იჯდნენ აი უგამოჩენილესი ადამიანები ესენი იყვნენ ძირითადად ავაზაკები რეციდივისტები ესენი იყვნენ გამოჩენილი ადამიანები მწერლები პოეტები რევოლუციონერები თავისთავად ყველანი აი აბსოლუტურად ყველა ჯურის ადამიანი იჯდა აი ამ ციხეში იცით რა არის აი პირველად საერთოდ პირველად რა რაღაცა მეტეხის ციხის შესახებ პირველი ინფორმაცია მე რაც მქონდა ეს იყო ჭაბო ამირეჯიბის დათა თუთაშხე იქ არის ციხის მომენტი აღწერილი ხო დათა თუთაშხე როდესაც იგზის და ვიღაც ქურდი მახორო დადის და ყველაზე მთავარი რომ არის იმ რაღაცა მეტეხის ციხეში მოკლედ ამ მეტეხის ციხესთან უამრავი ადამიანი არის მეთქი დაკავშირებული და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება ეს გახლავთ ტატო წულუკიძე აი ცნობილი ყაჩაღი რომელიც თავს აჭრიდა ადამიანებს ცოტა საკმაოდ შეძლებული ცნობილი ოჯახიდან ყოფილა არც ისე ნუ რაღაც უბედური ოჯახიდან იყო მაგრამ ხო იცი რუსული გამოთქმაა семья не без урода убивают და ანუ თავის გარშემო ამ საკმაოდ სიმპათიური ბიჭი იყო გამხდარი საშუალო სიმაღლის მისი ფოტოც თუ არ ვხვდები არის შემორჩენილი და სახლი და თავისი ეგრეთ წოდებული ოფისი ჰქონდა განლაგებული მიახლოებით გაგაგებინოთ ან დღევანდელი ბეთლემის უბნისკენ. აი ეს საკმაოდ კრიმინალურ ადგილად ითვლებოდა აი ამ ტატო წულუკიძეს სადაც უცხოვრია. და ძალიან თავზახელაღებული ესეთი ყაჩაღი იყო რომლის ყველას ეშინოდა თბილისში და მისი ადგილსამყოფელის გათქმისაც ეშინოდა და საერთოდ იმ ტერიტორიაზე პოლიციას შესვლასაც ეშინოდა იმდენად ნუ კრიმინალი როგორც ასეთი მეფობდა ერთი პერიოდი და ნუ ხა ტატო წულუკიძის ისტორიას თავს არ მოგიყვებით ისედაც იცით მე რაც მოვიდა მაგრამ 1885-80-იანი წლები იყო როდესაც თუ არ ვწდები და ტატო როდესაც ციხეში ჩააჯინეს და ტატო იყო ერთ-ერთი პირველი რომელიც არათუ გაიქცა ამ ციხიდან, არამედ ძალიან ორიგინალურად გაიქცა და შეესაძლოა ზოგიერთი თქვენგანი და მათ შორის მეც ამ ტატოს გაქცევის ამბავს მივაწერდით შემდგომ სიმონ ტერპეტროსიანის გაქცევის ამბავსაც, ხო? როდესაც ტატო წულუკიძე გაქცეულა ეგრეთ წოდებული ფეხსალაგიდან, აიქიდან ჩამომხტარა, ან ჩამოცოცებულა აი ამ კლდე მეტეხის კლდით აღმოჩენილა ზღართან მოუდენია მტკვარში და გამოუცურია მეორე ნაპირზე და აი პირველად ესე გაქცეულა. ტატო კიდე ორჯერ გაიქცა, იმიტომ რომ პირველი გაქცევის შემდეგ, როდესაც მეორედ დააპატიმრეს ტატო წულუკიძე, მეორედ გადაიყვანეს მიახლოებით სასტუმრო ორიენტის მხარეს, რომელიც რუსთაველზე მდებარეობდა და იქიდანაც ასევე ფეხსალაგით მოუხერხებია გაქცევა. მოკლედ მაგკაცი მე მგონი ტუალეტში არ უნდა შეგეშვა რაღაცა, იკარგებოდა უბრალოდ რაღაცა. ხო? ესეთი და რაც შეეხება თვითონ
კამოს ამბავი არის ცალკე კიდევ ძალიან საინტერესო და უცნაური, ხო? იმიტომ რომ სიმონ პეტროსიანი, ხო? იგივე კამო 1910 წელს დააპატიმრეს და რუსმა ექიმებმა, ანუ მონტფერიეს უწერია ეს ყველაფერი. უწერია რომ რუსმა ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი, რომ გიჟი არისო, მაგრამ არ გაუშვია კამო, ანუ უბრალოდ თვითონ კამერაში ყავდა ციხეში, ანუ მეტეხის ციხეში. და იყო ესეთი კაცი, რომელიც მაშინ იქ მუშაობდა, ბრაგინი იყო ეს ზედამხედველი და რაღაც დღეს მივიდნენ, იყო ესეთი მისი ახლო მეგობარი კოტე ცინცაძე და კიდე მდივანი იყო ერთი. აი მითი დები მივიდნენ სანახავად კამოსი და სხვადასხვა ეს ცინცაძესთან ერთად კამოს ბანკი ქონდა უკვე გატანილი, აი ცნობილი თავდასხმა ბანკზე და 300,000 მონეტის გატაცება, აი ამ ცინცაძე ძალიან აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა და საერთოდ ანუ დაუწერელი კანონი იყო მაშინ რომ ანუ რევოლუციონერს არ მიატოვებდა და აუცილებლად გვერდში დაუდგებოდა, გარისკავდა თავის სიცოცხლეს და რა ვიცი რაღაცნაირად შეესწებოდა და დაეხსნა. ერთადერთი რაც შეუგზავნეს კამოს ეს იყო ხელსაწყოები, ეს იყო ხერხი და თოკი. ანუ გისოსების სახერხი იყო ესეთი და ეს თოკიში მეტი არაფერი არ უნდოდა ამ კამოს. კამომ რა გააკეთა? ეს გისოსები, რომელიც იყურებოდა სხვათა შორის აბანოს მხარეს, რატომაც გონია რომ ეს აბანოს ხედით ეს საკნები საკმაოდ პრესტიჟული იყო. ხო იცი სასტუმროები რომ არის, კაი ხედი რო გაქვს. რატო აგიხსნით რა? მე ციხეში სამჯერ ჩააჯინეს კიდე მიხეილ ჯავახიშვილი. მესამე თუ ეგარ გამოვიდა დახვით ეს, მაგრამ მანამდე როდესაც ჩააჯინეს მიხეილ ჯავახიშვილი, მე დაწერა კვაჭი კვაჭანტირაძე და აი ამ თავის ნაწარმოებში ეს კვაჭი აღწერს როგორ უყურებს აბანოს მხარეს და მეიდნის მხარეს, ხალხი როგორ მოძრაობს და ასე შემდეგ და ხმაური და მთელი ამბავი რა. საერთოდ ანუ რაღაცნაირად მოლაპარაკებად შეიძლებოდა, როგორც ჩანს, ანუ ადგილობრივ ზედამხედველებთან, რომ ზუსტად თბილისის მხარეს ხედით ჩაეჯინათ ეს ვიღაც ცნობილი ადამიანები, რევოლუციონერები, ხო? აგიხსნით რატო ხდებოდა ეს ყველაფერი. ეკატერინე გაბაშვილის ბიჭი რეზო გაბაშვილი, ხო, რომელმაც დაწერა არაჩვეულებრივი წიგნი ჩემი მოგონებები, ანუ ის რაც მახსოვს. მას აქვს აღწერილი ძალიან საინტერესო ამბავი ზუსტად 10-იან წლებში, როდესაც ნარიყალისკენო მეო ჩემ ვიღაც ნაცნობ გოგოსთან ერთად, ქალთან ერთადო ავედითო აი ამ ბილიკებზეო, რომ არავისო ეჭვი არ შეეტანაო ჩვენშიო, თუ რას ვაკეთებდითო და ანუ სინამდვილეში ამ ნარიყალიდან ჩანს ეს მეტეხის ციხეც და აქიდან აი ამ სატუსაღოში იცოდნენ, როდის როგორ ჩანს, მუდმივად იყურებოდნენ ნარიყალიდან, იმიტომ რომ პირველი შემთხვევა არ იყო, რომ ნარიყალაზე სხვა რევოლუციონერები ადიოდნენ და რაღაც ნიშნებს აძლევდნენ და აი ეს ასულა და ნიშნები, რაღაც ნიშნები მიუწია იმ პატიმრისთვის, რომელიც მეტეხის ციხეში იმყოფებოდა. რაღაც ინფორმაცია, როგორც ასეთი იქიდან გადაუწია, თან ისე რომ ვერავის ეჭვი მასში ვერ შეუტანია. ხო და ეს კამოს საკანიც ზუსტად სავარაუდოდ აქეთ მხარეს უნდა იყურებოდა. და გადაუხერხია ეს გისოსები და ამ გისოსების მაგივრად გაუკეთებია პური. ანუ პურისგან გააკეთა გისოსი. ისე რომ ანუ ვიღაც რო შემოსულიყო, ვერც მიხვდებოდა რომ ეს რაღაცა რკინა მოტეხილია, ან რაღაც მაგეთი არის. და რა გააკეთა კიდე? ნუ გადახერხა ეს თვითონ თავისი ბორკილებიც. მონტფერიას არ უწერია კამო მარტო, ანუ კამოსთან ერთად გაიქცა ვინმე თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როდესაც ცინცაძემ და მდივანმა რაღაც გასროლით მისცეს ნიშანი, რომ შეიძლებოდა აი ამ დროს თუ რაღაც ნიშანი იყო, რაღაც ხმაურის ნიშანი იყო, გასროლა არ ყოფილა, რომ შეეძლო კამოს გაქცევა, კამოს გადმოუგდია ეს თოკი და აი ამ თოკით ჩამოსრიალებულა, ანუ ჩამოსულა ამ კლდეზე, მაგრამ თოკი გაწყდომია და ამასაც ღართანი მოუდენია მტკვარში. სავარაუდოდ ეს იყო დღის პირველი ნახევარი, როდესაც ხალხმრავლობა იყო, აი მაშინ გაქცეულა და რატო? როგორც კი მტკვრიდან რაღაცნაირად გამოაღწიაო კამომო, ეგრევე ჩაჯდა კონკაშიო და ანუ ტანსაცმელი უცებ გადაუცვია, ტანსაცმელი იქ დახვედრია, რომელიც ნუ სატუსაღო ტანსაცმელი რო აღარ ყოფილიყო, გადაუცვია ეს ტანსაცმელი კონკაში ჩამჯდარა და შესაბამისად აი ესე
გაქცეულა. ამ ციხეში სხვათა შორის, მაქსიმ გორკიც იჯდა, ეს ვიცით ხო, 98 წელს ცოტა ხნით იჯდა თვითონ მაქსიმ გორკი, ლადო კეცხოველი, რომელიც დახვრიტეს, ეს რევოლუციონერი, რომელიც დახვრიტეს იმის გამო, რომ ძირს თვითმმართველობა და ძირს ცარიზმი დაიყვირა და გულში ესროლეს, აი ეს ტყვია. აი აქვე მეტეხის ტერიტორიაზე არსენა ჯორჯიაშვილიც იქნა ჩამოხრჩობილი და სხვათა შორის მაგის დასა აქვს გაზეთ კომუნისტში, საკმაოდ საინტერესო 64 წლის არის ეს კომუნისტი, აღწერილი თუ როგორ მიყავდათ ეშაფოთზე ბჭყალებში ეს არსენა ჯორჯიაშვილი და როგორ ამაყად გამოიყურებოდა და როგორ შეეწირა ამ თავისუფლებისთვის ბრძოლას ეს დიდი გმირი. და ყველაზე ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი კიდე, ერთ-ერთი საინტერესო თუღი არ ვიცი, იცით თუ არა ეს ამბავიც, რომელიც ამ ციხეს ყოლია, იყო აკაკი წერეთელიც. აკაკი წერეთელი ერთადერთი ნომერი გამოვიდა, გაზეთს უშვებდა, ესე დანამაც უშვებდა, ხუმარა ერქვა და ამ ხუმარაში დაბეჭდა მაშინდელი გამგებელი გუბერნატორი გერმანელი იყო ის კაცი, აი გვარი არ მახსოვს მართალი გითხრათ, რომელსაც კონფლიქტი მოვიდა ვიღაც მარშალ დავით ბაგრატიონთან. კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ თავადაზნაურთა შეკრებაზე ეს გუბერნატორი დაჯდა თავად, აი როგორც ჩვენთან 2019 წელს იყო, ხო, რაღაცა სპიკერის სკამზე რო დაჯდა ის კაცი და იგივე ყოფილა მაშინაც და ამ გამოუძახია დუელში ამ ბაგრატიონს, მაგრამ დუელი არ შემდგა. აი ამის საფუძველზე შემდგომ გიგო ზაზიაშვილს შეაკვეთინა კარიკატურა აკაკი წერეთელმა ხუმარაში, სადაც სახედრის სახით არის წარმოდგენილი ეს გუბერნატორი, ფონ რიშენი, მე მგონი რაღაც ესეთი გვარი აქვს უცნაური და ესა ქვია ნიშადურით დგას ეს მარშალი ბაგრატიონი რა, რაღაც ამ სახედართა და კინტო დგას შემდეგ მხარეს და სიცილით კვდება. ხო და ეს როდესაც გამოაქვეყნა ეს დიდი შეურაცხყოფად მიიჩნიეს და ეს დიდი პიროვნება აკაკი წერეთელი 1907 წელს აი ამ გაგანია რევოლუციების პერიოდში აკაკი წერეთელს იჭერენ და მიყავთ მეტეხის ციხეშიც და როდესაც მეტეხის ციხეში გაუგიათ რომ აკაკი წერეთელი მოიყვანესო პატიმრებს, გაგიჟებულან საერთოდ, ჩვენთვის გასაგებია რომ რატო ვართ ამ ციხეში, მაგრამ ეს პოეტი არისო, მგოსანი არისო, კაცო, მაგის ლექსებსო ვკითხულობთ, ვიზრდებითო და ვნათლდებითო და ეგ როგორ ჩააჯინეთო და მოუწვიათ მთელი გამოსვლა, აჯანყება, ამბოხი და იძულებული იყო მაშინდელი გუბერნატორი, სამხედრო გუბერნატორი უკვე ტიმოფეევი პირადად მისულიყო აკაკი წერეთელთან საკანში, ბოდიში მოეხადა, ღამე იყო და როდესაც ეს ამბოხი მოეწყო და ბოდიში მოეხადა და აკაკის წერეთლისთვის რომ წადითო კაცო, რაღაც გიშვებთო, განთავისუფლებთო, არავით არის პრეტენზია თქვენთან არა გვაქვს და აკაკის უთხოვია სადმე შევთ ხო არ გაგიჟდითო, სადმე დავიძნო, ღამე არისო და ერთი ღამე გამათევენეთ ამ საკანშიო და ხვალე მე თვითონ წავალო რაღაცა. იმიტომ აკაკი ძირითადად რჩებოდა, ხო, რაღაცა ვიღაც ილია ჭავჭავაძესთან ზივერის რედაქცია იყო მაჩაბელთან დარჩენილა, ეხლა ნამდვილად რაც ვიცით და სხვებთან რჩებოდა და ამიტომაც ამას ცოტა არ იყოს არ უნდა და ღამე სადმე ქუჩაში დარჩენილიყო და ესე გაათენა როგორც ასეთი ღამე. ამავე ციხეში იჯდა სტალინიც სხვათა შორის, ოღონდ სტალინს, რომელსაც როგორც ჩანს რაღაც ესეთი ჰობი ჰქონდა, რომ ყველა ციხეში უნდა ჩამჯდარიყო, აი ამ ციხეში ძალიან ცოტა ხნით იჯდა. იმიტომ რომ ეხლა ისთვის დააბანდნენ ეს კაციც რა, რაღაცა მაშინ ობსერვატორიაში თავისთვის მუშაობდა, რაღაცებს წმენდავდა და მამამ რაღაცა გადასახადები არ გადაიხადა და შვილი მამა ვერ დაიჭირეს და შვილი დააპატიმრეს რა. და შეიძლება მე მაგიტო წერს ტროცკი, რომ რაღაცა კონფლიქტი იყო მამაშვილ შორისო და მამაშვილს ცებდაოდა რაღაცეებიო და მაგის გამოც რომ მამის გამო ციხეში ჩააჯინეს ეს რაღაცა მამა ძალიან მაინც და მაინც არ უყვარდა. ოღონდ ძალიან ცოტა ხნით იჯდა, სადღაც ერთი თვე იჯდა და მე მამისმა მეგობრებმა გამოასყიდვინეს როგორც ასეთი ეს ჩვენი სტალინი. ამავე ციხეში იჯდა ამბროსი ხელაია,
იასონ ჯავახიშვილი ეს ცნობილი ასევე საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც პირველი რესპუბლიკის შემდეგ არსად არ წასულა, დარჩა და ასევე შეთქმულებამ სამზადებდა ბოლშევიკთა წინააღმდეგ. გარშიაშვილი, ჯაფარიძე, სანაძე, ყიფიანი, მჭედლიშვილი, ან ძალიან ბევრი ადამიანის როგორც ასეთი ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ყველა საინტერესო იცით რა იყო, აი გარსიაშვილის მოგონებები არის და აი ამ გარსიაშვილის ახლობელი მაგონი მამა იჯდა ამ ციხეში, გიგია და გაგანია ეს კომუნისტების პერიოდია რაღაცა აი ამ ციხეში და გასაქანი არსად არა გაქვს, ანუ ელოდები როდის გაგიყვანენ, როდის დაგხრიტავენ. მერლიხი იყო ესეთი ცნობილი კიდე ერთ-ერთი რევოლუციონერი, რომელიც აი ამ ციხეში იჯდა და იმას აქვს აღწერილი ყოველდღე ყნესის და სროლის ხმა ისმოდაო მეტეხიდანო და ყოველ ხუთშაბათს დღეს ჩვენ რიგს ველოდებოდითო, როდის გაგვიყვანდნენ და დაგხრიტავდენო და ანუ ეს გიგა გარსიაშვილიც ზუსტად აი ამ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ხელოვანი ადამიანი ხო, ძალიან რთულია იმ ციხეში რაღაცნაირად გააჩერო და ამასაც მოუფიქრებია და თავისი თეატრი, თავისი დასით ჩამოუყალიბებია და პირველი თეატრი ზუსტად შემდგომ ხო თეატრი იყო თვითონ მეტეხის ეკლესიაშიც და ანუ საკურთხევლის მხარეს, ანუ ცენტრში იყო ხო, რაღაც გლობუსისავით იყო თუ არ ვწდები ეს თეატრი მიახლოებით ესე გამოიყურებოდა და რაღაც შემდგომ მართლაც გააკეთეს თეატრი და სხვათა შორის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა პატიმრებისგან შედგენილი ეს პირველი თეატრი და ნუ იარსება იქამდე სანამ კვირაში ორჯერ წარმოდგენებიც ჰქონდათ, როგორც რეპეტიციების საკმაოდ წარმატებული, სანამ ეს გარსიაშვილიც არ დახვრიტეს. სხვათა შორის ანუ თვითონ ანუ ყნესა და ვაება და ანუ თვითონ საბჭოთა დროს უკვე ნუ კი ციხის ტერიტორიაზეც, მეტეხის ციხის ტერიტორიაზეც რაღაცა მკვლელობები შეიძლება ხდებოდა იგივე საკანში, საკნის გარეთ და ასე შემდეგ, მაგრამ ძირითადად დასახვრეტად ხალხი მიყავდათ, როგორც იგივე გარსიაშვილი იხსენებს, ჩეკას სიკვდილის კამერაში, რომელიც აი მართალი გითხრათ საიტკე მდებარეობდა, ჩემთვის ცოტა არ იყოს უცნობი არის. ნუ ეპისკოპოსი ეფემიაც წერია მაშინ, რეზო გედევანიშვილი, მღვდელი ფარესიშვილი და ასე შემდეგ, მაგრამ მე თვითონ პლუს ამას რასაც მივაგენი კიდე საინტერესოს მეტეხის ტუსაღებთან დაკავშირებით, ეს იყო ჯერ კიდე 2017 თუ 18 წელს, როდესაც ვისაც აქვს მოსმენილი ის ჩემი ერთ-ერთი პირველი რეპორტაჟი მეტეხის ეკლესიის მხრიდან, გემახსოვრებათ, ძალიან ბევრი წარწერები არის მეთქი და ერთ-ერთი წარწერა არის, სადაც წერია კაჭაროვი, კაჭაური და ბასტრიჩევი. და ბიჭო დავინტერესდი ახლა რაღაცა, იმიტომ რომ ეს ხალხი ერთად არის ესე ჩამოლაგებული და ქვემოთკენ კიდე ერთი გვარი არის, რომელიც თუნდაც იკითხება. და დავინტერესდი ვინ არიან ეს ხალხი და რადგან ერთად წერიან, ესე იგი მეგობრები არიან და დავიწყე ამისი გამოკვლევა და აღმოვაჩინე გაზეთში კავკაზ 1905 წლის კავკაზში წერია, რომ ამ კაჭაურმა და ბასტრიჩევმა მოკლეს თბილისის მთავარი პოლიციის, რა ვიცი, უმფროსი თუ რაც დივანი თუ რაც ქვია ამას, შირკინი იყო ესეთი 1837 წელს დაბადებული შირკინი. თითქოს დიდი ხანი დარჩენოდა იმასაც, ხო, იგივე წელს არის დაბადებული, მე მგონი, როგორც რომელშიც ხო, ანუ საკმაოდ დიდი ხანი იცოცხლა კაცმა რა და ამათ რო არ მოეკლათ, მე მგონი კიდე იცოცხლებდა. იმთანაც ანუ ეს შირკინი იყო რუსეთის იმპერატორის პირადი დაცვის პოლიციის დაცვის უმფროსი იყო, როგორც ასეთი, მე რაღაც დააშავა, რაღაცა მოხდა, დააქვეითეს თავის თანამდებობიდან და თბილისში ესეთი არასაჭირო კადრი უკვე თბილისში გამოუშვეს. ხო, რატო გამოუშვეს? მთავარი მიზეზი რა იყო? მოგეხსენებათ 1904 წელს თავდასხმა მოხდა რევოლუციონერების სერგეი რომანოვზე, შეგახსენეთ სერგეი რომანოვს, სერგიევსკაიას ქუჩა, სერგიევის ქუჩა, მაჩაბლის დღევანდელი ქუჩა არის, ხო? აი ეს სერგეი რომანოვი არის, რომლის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყო ამ შირკინს და ვერ უზრუნველყო და აი ამის გამო დააქვეითეს და თბილისში გამოუშვეს, გამახსენეთ. ხო და აი ამ კაჭაურს და ბასტრიჩევს, რომელიც რევოლუციონერები იყვნენ და ეს პოლიცმეისტერის სისასტიკით გამოირჩეოდა
განსაკუთრებით დაახლოებული იყო იმპერატორის კართან, თვითონ ამ კაცს იქითკენ დაცვა ჭირდებოდა აი ამ შირკინს და ამ კაჭაურმა და ბასტრიჩევმა მოკლეს ეს და მესამე იყო ფალიაშვილი, რომელმაც მოკლეს შირკინი. რის შემდეგაც ისინი ციხეში აღმოჩნდნენ 1905 წელსვე 1905 წელს ციხეში აღმოჩნდნენ და 1906 წელს აქედან აი სამივენი ეს კაჩაური, ბასტრიჩევი და ფალიაშვილი მანამდე სანამ გაიქცევენ მე პირადად აი ესეთი მოსაზრება მაქვს გაიქცეოდნენ აი ამ ციხიდან მე რიადით მეტეხის ეკლესიაზე დააკვირდით ამ წარწერებს და აი ამ ბასტრიჩევს და კაჩაურსაც ნახავთ როგორც ჩანს წინა დღეს სამახსოვროდ დაუტოვეს ციხის მსახურებს ესე ვთქვათ თავისი წარწერები რომ ისინი აქ იჯდნენ და მეორე დღეს გაიქცნენ აი რა მოვიდათ კაჩაურს და ბასტრიჩევს შემდგომში ჩემთვის უცნობია თუმცა გაზეთი კავკასი ანუ აქტიურად შემდეგ განიხილავს აი ამ პატიმრების გაქცევას და აი ვეძებთ და ვერ გვიპოვია და ну ესებუას მომენტი მაშინ იყო ჯერ კიდე და კიდე ერთი საინტერესო პიროვნება რომელიც მე მოვნახე ამ ეკლესიაში ხო იცი ძირითადად ვინ ციხეში იჯდა ხო ან დაიღუპა ან რევოლუციონერი იყო ან საგინებელი კაცი იყო ან მოკლეს ან დახვრიტეს ხო და ერთ-ერთი იყო გ.ვ. ლომსაძე გიორგი ან გურო ვასილის ძე ლომსაძე. რაღაცა თან იცი რა აი მე მეტეხის ეკლესიისკენ ვახვალთ თუ არ შეგეშინდებათ და თუ ეხლა მღვდელი არ გამოგივარდათ ხო? აი მოაჯერის იქითკენ რო გადახვალთ კლდეზე ხო? იქ თვითონ აი ამ კლდეზე, აი ამ კედელზე ეგეთი ლამაზი წარწერა მე სად არ მინახია ეს არის ესეთი გულიარი ესეთი ამოყვანილი მართლა ესეთი გულიარი ამოყვანილი და იქ წერია შიგნით გულში წერია გ.ვ. ლომსაძე ეხლა ვინ იყო ეს და თან წლებიც არის მინიშნებული 1921-23 წელი იცოდა რომ 2 წელი უნამჯდარი იყო ამ ციხეში ეს კაცი და როდესაც ვეძებდი მეთქი ვინ არის ეს გ.ვ. ლომსაძე აღმოაჩინეს ანუ არ ეწერა არაფერი გაზეთებში და აღმოაჩინეს შემდგომში რომ სადღაც 30-იანი 40-იანი წლებიდან აი 30-იანი წლებიდან ეს კაცი ყოფილა ქუთაისის დამსახურებული მასწავლებელი რაღაცა და იმიტომაც ესეთი ლამაზი ესეთი კალიგრაფიით არის იყო როგორც ასეთი ეს ყველაფერი წარწერილი მეტეხის ანუ თვითონ ციხეში იჯდნენ თავის დროზე ანუ ხო იცი ყოველთვის იცვლებოდა იქ პატიმრების შემადგენლობა ხო ერთი პერიოდი იჯდნენ ყაჩაღებს აჯენდნენ მერე აჯენდნენ ვინც იმპერიის ცარიზმის წინააღმდეგ რაღაც პროტესტ გამოთქვავდა აჯენდნენ სხვადასხვა გაზეთის რედაქტორებს და ასე შემდეგ ისე თბილა ხო აქ ხო და ბოლოს მერე აჯენდნენ ბოლშევიკებს მენშევიკებს დროს და მერე ბოლშევიკებს დროს უკვე მენშევიკებს და დანარჩენ სხვასაც მეტეხის ციხეში როგორც ასეთი ათავსებდნენ საკმაოდ ცუდი მოგონებები აკავშირებდათ როგორც რუსებს ასევე ქართველებს მეტეხის ეკლესიასთან და ამიტომაც როდესაც გადაწყვიტეს ამ ციხის კამერების დანგრევა ქართველები ძალიან არ შეწინააღმდეგებიან ну ის ორი კამერა დატოვეს მეთქი და გააკეთეს მუზეუმი თბილისის მუზეუმი იყო სხვათა შორის მანდ აქ რო გვაქვს ახლა ხო რა კაი ადგილას იყო ის პრინციპში იქაც არავინ არ დადიოდა როგორც აქ და მაგრამ მოხდა ესეთი რაღაცა რომ როდესაც პავლოვიჩმა გადაწყვიტა რომ არა მარტო ციხე ანუ საბოლოოდ ეს ციხე კედლები და ყველაფერი მოეშორებინა ამ ტერიტორიიდან მის პროექტში მეტეხის ეკლესიაც არ შედიოდა და აი მაშინ უკვე მიხეილ ჯავახიშვილიც ჩართულა, ჯაერთო დიმიტრი შევარდნაძეც, რომელიც ამ რაღაც მუზეუმის დირექტორი ბრძანდებოდა და ნუ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, ნუ თქვეს რომ ნუ ეს ციხე კი ხო მოაშორეთ და ის ცუდი მოგონებები გვაქვს ჩვენცო, მაგრამ აი ეს ძეგლიო, რომელიც უძველესი ხანიდან აი ამ კლდის ქიმზე დგას და თბილის გადმოყურებსო, უნდა შეენარჩუნდესო, იმიტომ რომ კულტურული მემკვიდრეობა არისო და კულტურული მემკვიდრეობა კი შეინარჩუნეს, მაგრამ ნუ ორივე ადამიანმა თავისი სიცოცხლე ფაქტიურად
შეაწირა მეტეხის ეკლესია. ნუ შემდგომ პერიოდი უკვე თეატრი გვაქვს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა სხვათა შორის და შემდგომ 80-იანი წლები და მეორე ნახევრიდან უკვე აღორძინდა თავიდან ეს სასულიერო ეკლესია როგორც საეკლესიო მოღვაწეობა. მიახლოებით ესე მეტეხის ციხის ტუსაღებს და მეტეხის ზოგადად ისტორიის შესახებ.